გიტა ბუაჩიძის პიესა ეზოში ავიძაღლია გახლდათ ჩემი მარჯანიშვილის თეატრში სადიპლომო სპექტაკლი. სპექტაკლში დაკავებული იყო თეატრის და საერთოდ მეგონია ქართული თეატრის ვარსკვლავები, ისეთები როგორც იყვნენ ქალბატონი მედია ჯაფარიძე, ბატონი ვახტანგ ნინოა, ქალბატონი ელენე ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი, გოგი ტატიშვილი, ალბათ ყველა შემოთლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ალბათ ცოტა რეჟისორს გონია ბედნიერება ემუშავა ასეთ შესანიშნავ მსახიობებთან. პირველი რაც მინდა გავიხსენო, ეს იყო სრულიად ახალგაზრდა კაცი შევედი რეპეტიციაზე, რა თქმა უნდა ძალიან ვღელავდი, მაგრამ ჩემი ღელვა მაშინვე გაქრა, როდესაც ეს დიდი უმერაძე მსახიობები ფეხზე წამომიდგნენ და მომართეს ბატონო გოგი. ახალგაზრდებს ეს არ გახსენებიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდებმა ეს საოცრად კარგად გააკეთეს და რეპეტიცია დაიწყო. ამ სპექტაკლს უცნაური ბედი ჰქონდა მაყურებელი, ძალიან კმაყოფილი იყო, ძალიან უყვარდა ეს სპექტაკლი. იყო ისეთი ხალხი და ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც რო არ ვიცრო 50 ჯერ, 70 ჯერ, 100 ჯერ უყურებდა სპექტაკლს, ზეპირად იცოდნენ პრაქტიკულად სპექტაკლი. ძალიან საინტერესო იყო თავისთავად ის ფაქტი, რომ თეატრის თანამშრომლებსაც ძალიან უყვარდათ ეს სპექტაკლი, დაწყებული სცენის მუშები და მსახიობები, ვინც არ იყვნენ დაკავებული და იმ დროს თეატრში იყვნენ, რამოდენიმე სცენას აუცილებლად უყურებდნენ, შემოიფარებოდნენ, უყურებდნენ ქალბატონი ლენა როგორ თამაშობდა ძაღლის დაკმენის სცენას და კიბეებზე ასვლას, არ შეიძლება იქ ტაში არ დაეკრათ. ქალბატონი მედია როგორ ეძახდა თავის ჯულიას, სოფიკოს და გივის დუეტი ცეკვა, ეს ყოველთვის ტაშის გრიალით მიმდინარეობდა. სპექტაკლი აი ასე 250 ჯერ გავიდა აბსოლუტური ანშლაგით, მაგრამ მოხდა მე ისე რომ აი ამ ანშლაგების მიუხედავად სპექტაკლი დაიხურა. გოგი თოდაძე გამოირჩეოდა ისეთი სპექტაკლებით, სადაც მსახიობები ბრწყინავდნენ და ის პირველ პლანზე როგორც რეჟისორი არ გვეკეკლუცებოდა და არასდროს არ ჩანდა. ამის გამო თითქოს ის დაჩაგრული რეჟისორიც იყო და ამის შესახებ ის ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც აღნიშნავს და ამბობს, რომ მას ბრალად სდებდნენ ხოლმე, რომ ის საკასო სპექტაკლებს დგამდა, ანუ მაყურებელზე გათვლილ სპექტაკლებს. არა და ამაში ვფიქრობ დასაძრახი არაფერი არა, იმიტომ რომ სპექტაკლი უნდა იდგმებოდეს პირველ ყოვლისა მაყურებლისთვის. მაყურებელს უნდა მოეწონოს ის, კი, მაყურებელი ძალიან ჭრელია, ბევრი რამე მოსწონს, მაგრამ ის რისთვისაც არსებობდა თეატრი, გოგი თოდაძე თავისი სპექტაკლებით ამ მისიას და ამ როლს ნამდვილად ასრულებდა. მე მანქანაში ჩაჯექი და ქალაქი სულთლად დაიარე. 3 დღე ისეკვე, 3 დღე იმღერე.
გოგი დგავდა ძალიან საჭირო სპექტაკლებს, რომელიც უჭირდებოდა თეატრს. მაყურებლის მოსაყვანად, კომედიური მიმართულების, მაინც კომედიური ჟანრი იყო უფრო მნიშვნელოვანი ბატონი გოგის შემოქმედებაში და სულ საუბრობენ ეზოში ავიძაღლია. აი ამით დაიბადა როგორც რეჟისორი ბატონი გოგი თოდაძე. ზოგადად მსახიობობიდან რეჟისურაში მოსულმა ხალხმა უფრო იცის შიგნიდან არტისტთან მუშაობა და გოგი თავიდან არტისტობდა. აი გადაღებულია კიდევაც დათათუთაშხიაში თამაშობს ფილმში, რამდენიმე სპექტაკლშიც მონაწილეობდა და ზუსტად ესმოდა მსახიობთან მუშაობის ხელწერა. და ის გალერეა რაც ეზოში ავიძაღლიაში არის გაკეთებული, არ ვიცი, აი ცეცხლი ლენა ყიფშიძის ფოფია ხო ეს არის რაღაცა სიგიჟე სოფიკოს სარე იქ თენგიზ მაისურაძეა თუ ვახტანგ ნინოა თუ მედიაჯა ფარიძის ვარვარა კარპოვნა და აი არ ვიცი ისეთი პერსონა გივი ბერიკაშვილის ჩინჩახელი ყო ნინიკო ჩხეიძის ცაცან აი რომელი ერთი გინდა გაიხსენო ამირან ბუაძე ყველას ჰქონდა ისეთი სახე შექმნილი რომ ბედნიერების მომნიჭებელი იყო ის არ იყო სნობი რეჟისორი. რა იგულისხმება ამაში? დრამატურგიის არჩევის დროს ის უპირატესობას კი არ ანიჭებდა შექსპირს, გოეთეს, მოლიერს, მისთვის სახელები და გვარები არაფერს არ ნიშნავდა. მისთვის მთავარი იყო რა აღელვებდა მას და რა აღელვებდა მისი ეპოქის მაყურებელს. რაზე შეიძლებოდა ელაპარაკა თავის თანამოქალაქეებთან და რო გადავავლოთ თვალი რეპერტუარს ვინ არის დრამატურგები ვინც მან დადგა რეზო კლდიაშვილი რომელიც იმ დროს არ იყო პოპულარული დრამატურგი თამაშ ჭილაძე რომელიც შემდგომ გახდა პოპულარული დრამატურგი კიტა ბუაჩიძე რომელიც დღეს მეორე ხარისხოვან დრამატურგად ითვლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის თანამედროვე უცხოურ დრამატურგიაზე აკეთებდა აქცენტს და თანამედროვე ქართულ დრამატურგიაზე და სწორედ ამ დადგმებით, ამ ინტერპრეტაციებით დარჩა ის თეატრის ისტორიაში. დავიჯერო ისე მოკვდი და ბომბისაც არ გეშინია, ხო? რა ჯიუტი მიცვალებული ხარ, რა ჯიუტი მიცვალებული. Adekhi khla shatu suka tesi khla adekhi khla Esa khla Maria Zanamdvilebit ვიცი რომ არ მიგდახარ. სატოვისთვის ხობრაბანდა. აბადე ხლა. ვიცი მიცვალებულის ხელის ხლება დიდი ცოდვაა, მაგრამ უფრო დიდი ცოდვაა შენაიცოდ ხალხები, ხოდეხი. ადეხი. რომ არა გოგი თოდაძე და მისი დადგმები გარკვეული 10-15 სეზონის განმავლობაში ისეთი დიდი მსახიობები როგორც იყო ელენე ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, ქეთინო კიკნაც თუ სხვა აი მოხდა ისე რომ სწორედ გოგი თოდაძის სპექტაკლებში ბრწყინავდნენ და ის როლები იგივე ფოფია, იგივე ფილიპე გუმბერიძე თუ სარე განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა. გოგი თოდაძისთვის, როგორც რეჟისორისთვის, როგორც პედაგოგისთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო პიონერთა სასახლეში მუშაობის პერიოდი, რომელიც პრაქტიკულად მას გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია და იყო ამ სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბოლო წუთამდე, ასევე მის მიერ დაარსებული სკოლა-სტუდია ბერიკები, რომელმაც მართლაც ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა საბავშვო თეატრების ფესტივალებზე, მოყვარულთა დასების ფესტივალებზე, აქ ჩართული იყო როგორც სკოლა-სტუდია ბერიკები, ისე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებული საკმაოდ პოპულარული დრამატული წრე, რომელსაც თავის დროზე კუკური მჟავანაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო კუკური მჟავანაძის გარდაცვალების შემდეგ ბატონი გოგი თოდაძე.
ჩემი ეიფელის კოშკში გივი თამაშობდა ბერიკაშვილი, ელენე ყიფშიძე. ჩვენთვის ეს ხალმისულებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მერე უკვე იყო მილიონერი ნეაპოლი, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი, რეზო ჭხიკვიშვილი, მე უამრავი ხალხი მალხაზ გორგელაძე ასე შემდეგ. მერე იყო კიდევ უკვე ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში 4 ქალი ვიყავით, მე ნინო კობერიძე, ნანჩი ქვინიძე, ლიკა ქობულაძე და საკმაოდ ახალ. ყველა ეს სპექტაკლი, რისი თქმა მინდა, ძალიან პოპულარული იყო. მაყურებელი საერთოდ არასოდეს არ აკლდა. არც ერთხელ მხოლოდ ეს მილიონერ ნეაპოლზე ხო საერთოდ მაყურებელი გვასწრებდა, მე მგონი ტექსტის თქმას უკვე იმდენჯერ იყვნენ ნამყოფი სპექტაკლზე. და ნუ მე კიდევ ძალიან ბევრჯერ შევხვედრივართ მედაგოგი, როგორც რეჟისორი და მსახიობი. და არ ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაცას გასწავლის, ყოველთვის პედაგოგად რჩებოდა სხვათა შორის. მუშაობის დროს ყოველთვის პედაგოგად რჩებოდა. ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან მუშაობა, რა თქმა უნდა, ძველგაზრდებთანაც. ყველა ძალიან უყვარდა, იმიტომ რომ იყო ძალიან, როგორ გითხრათ, რბილი ურთიერთობაში ადვილად გაგებინებდა რა უნდოდა. ადვილად მიგიყვანდა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაც საჭირო იყო იმ წუთას იმ სცენაში. ეს ადამიანი იყო თავიდან ბოლომდე შემოქმედი. მას არ შეეძლო თეატრის გარეშე, არ შეეძლო რეჟისურის გარეშე და ის თავის ამ პატარა მიკრო სამყაროს აშენებდა სულ სიყვარულზე, სულ მეგობრობაზე, სულ გამარჯვებაზე და ყოველთვის ჰქონდა ესეთი სათქმელი, რომ ვიცხოვროთ ლამაზად. შეიძლება ვერ მივაღწიოთ და მწვერვალები ვერ დავიფხროთ, მაგრამ დავრჩეთ ადამიანებად ყველა სიტუაციაში და ამბობდა ხშირად, რომ შემდგარი ადამიანი არისო ყველაზე ლამაზი სანახავი. ამიტომ არ გაბოროტდეთ, გაუძელით ცხოვრებას, იმიტომ რომ უამრავი ის არის მოგვხვდება, ზოგი ბოღმის, ზოგი შურის, ზოგი ამპარტავნების, ავისხლიტოთ, დავრჩეთ პროფესიაში ღირსებით და დღეს ეს მე მგონია რომ არის ყველაზე მთავარი სათქმელი ყველასთვის, ჩემი კოლეგებისთვის, არა მხოლოდ ამ სფეროში. ნებისმიერ ამას, რასაც ვაკეთებთ ღირსებით. რა ახლა ასე თქვენ რა ვქენი მე? საერთოდ თქვენ რა ვქენი ახლა მე ჩემპიტოლია. რაც მახსოვს, სულ ამხნის და ასეთი ამისთანა დაღრეჯილი ხარ და რამეირად აგიხსნიდი, ახლა ვითომ მე შენ სიყვარულს. გეიცინე. ახლა დაიჯერო ჩიტოლი არ გახსოვს შენ. მაშინ სკოლაში ალეგრო რომ გავმართე. და მე ერთად რომ მოდიოდით მე და სამსონაც ვახდა მაშინ. შენ მე და სამსონა იყო კიდე ჩვენ. ყველას ახსოვს მისი სპექტაკლები, მაგალითად ნეაპოლი, მილიონერთა ქალაქი, ბუდე მეცხრე სართულზე, ეზოში ავი ძაღლია, საპოვნელა და არავის არ ახსოვს რეჟისორი. აი როგორც ყველას ახსოვს, მაგალითად ოტელო ხორავას და ვასაძის მონაწილეობით, მაგრამ შალვა ახსაბაძე რო არის რეჟისორი, თითქმის არავის არ ახსოვს, სუსტად იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე გოგი თოდაძის შემთხვევაში. ეზოში ავი ძაღლია იყო სპექტაკლი, რომელიც დღესაც კარგი ხარისხის ჩანაწერი რო არსებობდეს, დღესაც სიამოვნებით ნახავს თინეიჯერი მაყურებელიც კი, რომელსაც შეიძლება თეატრი არ აინტერესებდეს, იმიტომ რომ მასში გაცოცხლდა ის ხასიათები და ის თბილისი, რომელსაც ვამბობთ, რომ თითქოს არ არსებობს და დღეს უკვე დავკარგეთ, მაგრამ რეალურად მაინც არსებობს. ის ტიპაჟები მაინც არსებობენ, შეიძლება მათ სხვანაირად აცვიათ, სხვანაირი დიალექტით ლაპარაკობენ, სხვანაირი ინტონაციები აქვთ დიალოგების დროს, მაგრამ ესეთი ადამიანები დღესაც არსებობენ და მან მოახერხა, რომ
თანავარსკვლავედისთვის, ვინც კი იყო იმ პერიოდში მარჯანიშვილის თეატრში, თავი მოეყარა ერთ სპექტაკლში და წარმოგიდგენიათ როგორი კონკურენცია იყო ამ ვარსკვლავებს შორის. ყველა რო ერთმანეთს ეჯიბრება და მაყურებელი ამას გრძნობდა და მაყურებელი ხეირობდა ამით, რომ ეს გამორჩეული ვარსკვლავები და საუკეთესო მსახიობები, რომელიც არა მარტო მაღალი რანგის პროფესიონალები იყვნენ, არამედ იყვნენ ვარსკვლავები და მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობები ამავდროულად და არა მარტო პროფესიული წრეებისთვის, ისინი ერთმანეთს ეკიშპებოდნენ სცენაზე და ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთესად ითამაშებდა როლს. გოგი ძალიან სერიოზული იყო მაგიდასთან მუშაობის დროს. მე სცენაზე გადავედა ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ის თავის საქმეს. ძალიან აი ხანდახან იყო არ გაპატიებდა რაღაცას, რომ არა ესეთი, არა ეს და ხანდახან მქონდა ხოლმე კამათები, მაგრამ ეს იყო შემოქმედებითი კამათი. მოგზავნით, ყმაწვილო ანდრე. შეიძლება? ანდრე! დიდი ხანია მელოდები? არა, სულ რაღაც 2-3 საათი იქნება როზიტა. ეს მომწონს 2-3 საათი. Setkhashoni garçon bravo, Rosita, bravo. ეს თორე ბევრი დრო გაკმაძლო. რატო გაკაკერწვილი? ალბათ ხშირად იფარსა, ხომ არ შეიძლება, როცა კანი გრძნობიერი ხშირად გაფასაში. დაიდგა ეს სპექტაკლი, ეზოშიავი ძაღლია. და რა ვიცი ხა, ჩემი თაობის ხალხს და უფროს თაობას ვისაც ახსოვს ეს სპექტაკლი ძალიან თბილად მიიღო მაყურებელმა. ძალიან თბილად და იყო სულ ანშლაგები, სულ ხალხი და ეხა იქ ჩვენი ნაცნობები იყო, მეგობრები, აიმე სპექტაკლზე გვიდა, არ იყო ბილეთები. ხო, ნუ შემოპარვით ისე რა, მაგრამ ყველას უდოდა ბილეთით, რომ დავსტარიყვნენ და ენახათ ეს სპექტაკლი. ესე იგი, რა ვიცი, ვინ არ თამაშობდა ჩვენ სპექტაკლში? მედია ჯაფარიძე, ვახტანგ დინოა, თენგიზ მაისურაძე, გივი ბერიკაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, აი ეს ხალხი. ხო, და იყო, ნუ, კარგი ნაკრები იყო, რო იტყვიან. რომ გაანაწილა კიტაბუაჩიძის ეზოშიავი ძაღლია და სხვაშორის გოგის უყვარდა დუბლიორებთანაც მუშაობა და ყოველთვის იყო ასეთი განაწილება, ორი შემადგენლობა. ამ პიესაშიც ორი შემადგენლობა ყავდა გოგის. მე არ ვიცი, აი არ მახსოვს მეორე ასეთი სპექტაკლი, რომელმაც ასეთი დიდი პოპულარობა მოუტანა რეჟისორს, მსახიობებს და თეატრს. ეზოშიავი ძაღლია რო იყო დანიშნული, ადმინისტრატორი ლორის მელიქოვი მზად იყო, რომ ნებისმიერ დროს უნდა გამოეძახებინა სასწრაფო დახმარების მანქანა. იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ლენა ყიფშიძის ძაღლის დაკმენის სცენის დროს, როცა ის ჯულია როცა უკმენს, იქ დარბაზში კი არ ხარხარებდა ხალხი. ვიღაცას ასტმის შეტევა ემართებოდა, ვიღაცას ბრმანაწლავის შეტევა ჰომერიული სიცილისაგან. ეს იყო წარმოუდგენელი, აი ზანზარებდა მთელი დარბაზი. Vanika! Vanika, cavolare, Vanika da batteria,
გოგი ყველა მსახიობთან იცოდა ძალიან პუნქტუალურად, ძალიან სიღრმისეულად მუშაობა. ესეთი გემოვნებით, ზომიერად და შედეგიც იყო ძალიან კარგი. აი დღემდე შემორჩა ეს სპექტაკლი. ხშირად უშვებენ ხოლმე ტელევიზიით და ის მაყურებელი ახლა ბევრი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ვინც თავიდან პირველად ნახულობს, ისიც კი აქტუალობაში მოდის. შეიძლება იყოს ძალიან პოპულარული სპექტაკლი, მაგრამ გემოვნების ხრივ იყოს ესეთი რა. როდესაც შენ აკეთებ მაყურებელზე და ესე იგი ცდილობ რომ ესე იგი მაყურებელს რაღაც მოარგო ესა. არა, აქ დონე იყო ამ სპექტაკლებში ყოველთვის და სათქმელიც იყო და შეიძლება ითქვას რომ ეგეთი თქვათ პოპულარული სპექტაკლები ეხლა ბევრი არ არის ქალაქში, ხო? მე ასე თუ ისე ამ სფეროში ვარ და კარგი იქნება თუ ესეთი რეჟისორები, ესეთი სახალხო რეჟისორები იქნებიან. თუ ეს არ იყო ესეთი რაღაც ფსიქოლოგიური რაღაც თავისი შინაგანი იმეებში დაკარგული კაცი, ხო? და ეს აკეთებდა სახალხო კომედიებს, სახალხო ესეთ სანახაობებს და ეს ძალიან აკლია ქართულ მაყურებელს დღეს. და ძირითადად თავისი პრობლემებით არიან დაკავშირებული გატაცებულები რეჟისორები და ამაზე არ ფიქრობენ რომ ეს ხალხისთვის კეთდება და მაყურებლისთვის კეთდება და ეს ქონდა განსაკუთრებული გოგის რომ მისი ყველა სპექტაკლი იყო მიმართული იმისკენ რომ გაეხარებინა მაყურებელი რომ ეს ყოფილიყო ერთგვარი დღესასწაული. ნამდვილი პროფესიონალი, ესეთი დახვეწილი ეს პერიოდი რო დგამდა იადონას და ეს მე ცოტა გიჟი ვარ, იმიტომ რომ სუდავდიოდი რეპეტიციებზე. ლექციები ისინი რო თუ არ მქონდა აუცილებლად გავვრბოდი, იმიტომ მაინტერესებდა. და მე ჩვენ რაღაცნაირად კეთილი განწყობა ჩამოგვიყალიბდა. ну სპექტაკლი სოფიკომ ლენინგრადში, კიევში, მოსკოვში წაიღო. ну მაგრამ მე გოგიმ თავის ბერიკებში ჩემი მოთხრობები მთხოვა და გააკეთა შესანიშნავი ესეთი საღამო და მე ეს საღამო ეს ბერიკები ეს ბავშვები ჩავიყვანეთ სიმონეთში და მუზეუმის ეზოში იყო ამ მომავალი მსახიობების ნათლობა და ეხლა ბევრს ხედავ ამ პატარები რო იყვნენ უკვე წამყვანი მსახიობები არიან სხვადასხვა თეატრების და აი ესეთი ურთიერთობა მქონდა გოგის და მე მოხდა ისე რომ რაღაც მარჯანიშვილის თეატრში რემონტი დაიწყო და უკვე შეჩერდა ეს ორივე სპექტაკლი სოფიკოს ისე უყვარდა იადონა რომ თავის თეატრში გადაიტანა მოიწვია ჯოჯოა და მიშიკო ჯოჯოა და ისე აღადგინა გოგიმ ეს იადონას თეატრი ერთი მსახიობის თეატრში და სრული ანშლაგით მიდიოდა იქაც უნდა მოკვდეს შეუნამუშავა იქნებ ერთი ღამე კიდევ მახსოვსო გესდემონა ამოთ ცდილობ დამაცავე ნახევარსაც არა მეთქიდე და კაცო ვინით ვერ გაიგე აცვისთვის მაიწერონე შენ უნდა მოკვდე აი მე მიშველეთში მართლა მახტობს მართლა აი მე დედა ცოდე ამ დღეს უნდა გახდე ჩემი ცოლი ან არასოდეს მე უნდა დამესრულდა მე თქვა დღესვე წამიყვანე ვარიჩკა შენი ვარ შენი სამუდამოდ ვარიჩკა ვაი მე
მაშინი მორბის ნაჯახი. მითხრა ვანიჩკარ და რომელს ვასწრებდით ძნელი გასაკვები. აი ზუსტად ეს ქონდა გოგის. ძალიან უნდოდა რომ უპატრონო მსახიობებისთვის ეპატრონა. უპატრონო რა მნიშვნელობით ვამბობ? ნუ ხო იცით თეატრში რეჟისორია ცოლი ყავს იქ. რეჟისორია შვილი ყავს იქ, რეჟისორია დიშვილი ყავს, ბიშვილი ყავს, ძიძა ყავს და ყველა საპატრონო ყავთ. და ვისაც არ ყავდა ეს პატრონები, ესე იგი რასაც თქვია, იმას პატრონობდა მედეა კუჭოფიძე და გოგი თოდაძე. აი გოგი თოდაძე სადაც არაჩვეულებრივად ლამაზად იცოდა განაწილება როლების. მაქვს დათამაშები ბარადისობის კანონში ძალიან კარგი ეპიზოდი გოგისთან. ასევე დარისპანის გასაჭირში ძალიან კარგი ეპიზოდი და ძალიან დიდი ამითია ოვაციებით და დამთავრდა ეს ჩემი როლი და კარგი იყო და ძალიან ბევრ სპექტაკლში გვაკავებდა ხოლმე გოგი და ძალიან გვახარებდა ამით. კარგი პიროვნება იყო, კარგი ადამიანი იყო, კარგი მეგობრობა იცოდა. ისომა გაბრაზება უნდა იცოდეს. გაბრაზებოდა, მაგრამ იცოდი თუ ეს ორ წუთში გაუვლიდა იმასაც ეს გაბრაზება. ბატონი გიგალურ თქმანიძე იყო ამ ჩემი სადიპლომო სპექტაკლის ხელმძღვანელი. შემოვიდა ნახა სპექტაკლი, ძალიან ბევრი იცინა, მე საათს დახედა და მითხრა გოგი შერაშვები 4 საათ ნახევარი სპექტაკლი როგორ შეიძლება იყოსო. ამიტომაც გინდა არ გინდა 1 საათით უნდა შევამციროთ. ნუ ვიცოდი რა მოყვებოდა ამას, მართლა შევამცირეთ სპექტაკლი 1 საათით. ბატონი გიტა გამებუტა, მთელი წელიწადი ხმას არ მცემდა და მე როცა შემირიგდა, მე მითხრა რომ რა იყო შეგაცო 1 საათი კიდე ეცინა ხალხს რა მოხდებოდა.